Აკავებული სამოქალაქო აქტივისტი მასწავლებელი დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან სასამართლოში ეტაპირებას გადაყვანას ელოდება, რომ მისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელოს მოსამართლემ გუშინ გვიან საღამოს გააცნეს ბრალის ოფიციალური დადგენილება მას გამომძიებლებმა და უკვე ცნობილია, რომ გამოძიებაც ნინო დათაშვილს მასწავლებელს ედავება საჯარო მოხელეზე საქმიანობის განხორციელების დროს ფიზიკურ თავდასხმას მუხლი არის ითვალისწინებს 7 წლამდე პატიმრობას და ბუნებრივია ნინო დათაშვილის ადვოკატი დააყენებს შუამდგომლობას, რომ ყოველგვარი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე დატოვოს ის მოსამართლემ, თუმცა ამის მოლოდინი არავის აქვს, რომ დათაშვილს გარეთ გამოუშვებენ, გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლე თეონე ეპიტაშვილმა მის დაუსწრებლად ისე გამოსცა განჩინება მისი დაკავების შესახებ, რომ არ შეეტყობინეს ამის შესახებ ნინო დათაშვილს, არ დაიბარეს გამოკითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება არსებობდა 112-ში დათაშვილის მხრიდან ჯერ კიდევ 9 ივნისს შესული, რომ მასზე მოხდა თავდასხმა მანდატური სამსახურის მხრიდან, მას აღენიშნებოდა გარკვეული დაზიანებები და ის ითხოვდა ამ საქმის გამოძიებას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოსამართლე თეონე ეპიტაშვილმა არ გაითვალისწინა ეს გარემოება და მისი დაკავების განჩინება გამოსცა 18 ივნისს. გუშინ დაადეს მას ხელბურკილი პოლიციის ვაკე საბურთალოს სამმართველოში მოტყუებით მიყვანის შემდეგ უკვე პოლიციელებმა და გადაიყვანეს დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ადვოკატი ზარს ელოდება საგამოძიებო უწყებიდან, რომ იმსჯელოს სასამართლომ ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. სასამართლოს მიმართული ჰქონდა პროკურატურას როგორც იქით ნინოს დაკავების შესახებ ისე, რომ არ ყოფილა მასთან გასაუბრების მცდელობა, არ ყოფილა მაგალითად მისი მოსმენის ინტერესი, რადგან ამავე მტკიცებულებებში საქმის მასალებში მითითებული არის, რომ ნინოს მიმართული აქვს 112-ისთვის და გაცხადებული აქვს მის წინააღმდეგ ძალადობის შესახებ. ასევე ნინო ტელეპიროლთან ინტერვიუში ამბობს, რომ მასზე იდალაგეს მანდატური თანამშრომლებმა და ეს მტკიცებულებები საქმეშია, მაგრამ ამის მიუხედავად პროკურატურამ ამ ეტაპამდე არ შეცვალა საჭირო მოესმინა ნინოსთვის, არც ყოფილა ცდილობა, რომ დაერეკათ მისთვის, ან მიეწვიათ და დაებარებინათ პოლიციაში. ამის მიუხედავად შუამდგომლობაში მითითებული იყო, რომ ნინო გააგრძელებდა დანაშაულებულ საქმიანობას და მიემალებოდა გამოძიებას, რაც არის, რა თქმა უნდა, აბსურდი, არანაირი ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს აღნიშნული. დაკავების განჩინება მიღებულია 19 ივნისს მოსამართლე თეონე ეპიტაშვილის მიერ. შეგებაში გადატანილია პროკურატურის მიერ მოყვანილი არგუმენტები და გარემოებები, რომლებიც ვერ გაუძლებს ელემენტარულ სამართლებრივ კრიტიკას. ზია ამაღლობელის შემდეგ ნინო დათაშვილი არის უკვე მეორე ქალი აქტივისტი, პედაგოგი, რომელსაც 7 წლიანი ციხით ემუქრება გამოძიება, ყოველ შემთხვევაში მუხლი, რომელთაც მას ედავებიან 7 წლიან სასჯელს ითვალისწინებს. მისი დაკავება იყო ერთგვარად მოულოდნელი სხვა სამოქალაქო აქტივისტებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სასამართლო პროცესებზე ხშირად დადიან, ხშირად ხდებიან მანდატური სამსახურის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და ასევე ის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც 8 ივნისს იმყოფებოდნენ საქალაქო სასამართლოში და თავად გახდნენ მოწმე, ასევე ძალადობის მსხვერპლები მანდატური სამსახურის მხრიდან ამბობენ, რომ დათაშვილი თავად იყო მსხვერპლი, შესაბამისად მათთვის იყო მოულოდნელი მისი დაკავება. მათთვის, როგორც თავად ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები, ქალი აქტივისტების დაკავებების პროცესი არის ერთგვარი სიგნალი სახელმწიფოსგან, რომ დასჯიან ყველას, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები დასჯიან ყველას, ვინც ხმასა მოიღებს და დაუპირისპირდება უსამართლობას. რეპრესიის არსი ამოცანა არის პირველ რიგში ფიზიკური იზოლაცია ოპონენტის, ადამიანის, რომელიც პრობლემას უქმნის სისტემას ერთ-ერთი და მეორე ამის გაკეთება ისე საჯაროდ, რომ დამაშინებელი ეფექტი კონდეს სხვაზე. რეჟიმისთვის ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მას შერჩა, რომ რაღაცნაირად ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ მის რესურსები იწურება. ნებისმიერ ეგეთ ტიპის რეპრესიებს მიუყავართ თვითონ სახელმწიფო კრიზისისკენ, ნებისმიერი რაკურსიდან, როგორც არ უნდა ჩანდეს
მოხდეს პროტესტი, ნებისმიერ შემთხვევაში ის უქმნის დისკომფორტს თუ ის არის ქმედითი. აქედან გამომდინარე, მე მგონია რომ ჩვენი პროტესტი უნდა გაგრძელდეს სხვა ფორმით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მას უნდა მიეცეს მრავალფეროვანი სახე, ის უნდა იყოს როგორც უბნებში, ასევე რეგიონებში გაშლილი და ერთადერთი რაც აფრთხობს ამ ტიპის რეჟიმებს არის სწორედ ძალა ერთიანი სტრატეგიის დაპირისპირება პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან და მნიშვნელოვანია ამ პროცესში მთელი პოლიტიკური სპექტრის სამოქალაქო საზოგადოების და ასე შემდეგ კონსოლიდაცია, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენი ეს საპასუხო ნაბიჯები იყოს კარგად გათვლილი სტრატეგიულად. ამოცანა ხა აქტივისტების და ასე ვთქვათ აქტიური საპროტესტო საზოგადოების არის ის, რომ ჩვენ მოვახდინოთ ჩვენი ძალების კონსოლიდაცია, გარკვეული ერთიანი ხედვის ირგვლივ გაერთიანება ჩვენი რესურსების, საკომუნიკაციო რესურსების, მატერიალური რესურსების, ადამიანური რესურსების. რეპრესიების ერთადერთი მექანიზმი აქტივისტების დასჯა, რომლითაც სახელმწიფო ცდილობს რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება, ცდილობს რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ასეთია შეფასებები ნინო დათაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. საინტერესოა ახლა საგამოძიებო უწყება რითმივა სასამართლო პროცესზე რა მტკიცებულებებს გააცნობს მოსამართლეს, სავარაუდოდ იქნება მანდატურების ჩვენებები, რომლებიც დევს საქმეში და ასევე ვიდეო კადრები სხვადასხვა ტელევიზიების ეთერებიდან აღებული. ერთადერთი რაც არის ნათელი და ცხადი, არსებობს კადრები, რომელიც უჩვენა ტელეპიროლმა და აქვს შესაძლებლობა მაყურებელს იხილოს ეს კადრები, როგორ გაყავს ძალის გამოყენებით ნინო დათაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი, პედაგოგი ქალი მანდატურის სამსახურს თრევით ეზოში. პირდაპირ ეთერში სოფონიაური საუბრობდა.